საინფორმაციო გამოშვებას ახალგაზრდა რეპორტიორის მიერ მომზადებული სიუჟეტით ვაგრძელებთ. თამას ტუნაძე ასკანის ციხის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენ მყოფებით სოფელ მთისპირში. სოფელი მთისპირი ქალაქ ოზურგეთს მიეკუთვნება. ჩვენი ექსპედიცია იწყება სოფელი მთისპირიდან თამარ მეფის ციხეზე. თამარ მეფის ციხე ცნობილია ასკანის ციხის სახელით. ჩემს უკან ხედავთ თქვენ კადრში მთას, რომელზეც აღმართულია თამარ მეფის ციხე. ხოლო დაბლა მოსჩანს თიხის საბადოები. როგორც ხედავთ, გზა საკმაოდ ამორტიზებულია და რთულია გადაადგილება. სამწუხაროდ დამთავრდა საავტომობილო სამოძრაო გზა და გზას ვაგრძელებთ უკვე საფეხმავლო ბილიკით, რადგან ციხემდე შეუძლებელია მანქანით ან რაიმე ტრანსპორტის მიღწევა. თქვენ ახლა კადრში ზევით მთაზე ხედავთ თამარ მეფის სახელობის ციხეს. ჩვენ ახლა კი გავუყვებით გზას ამ ციხისკენ. ძალიან რთული სასიარულო გზა არის. ნამდვილად ამის ნახვა ღირს. ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემთვის, რომ დღეს მე ამ მიწაზე ფეხი დავაბიჯე. ფრთხილად ამოდი. ხელი დამიზიანები. სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ გზა ბილიკი, საიდანაც ასვლა იყო შესაძლებელი, ამიტომ ვცდილობთ რამენაირად გამოვნახოთ საშუალება, რომ ავიდეთ ამ ულამაზეს და მშვენიერეს ციხეზე. ფრთხილად გადადი, ფრთხილად. მივადეგით ციხის გალავანს, კედლებს და ვცდილობთ უკვე ციხეში შესვლას. ამ ციხეს შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აქვს, მაგრამ ბუნებრივი პირობების გამო და აქაურობის გამო შეუძლებელია ციხეზე წყლის შემორტყმა და წინიდან მოვლა შესასვლელიდან, ამიტომ ვცდილობთ როგორმე გალავანზე ავიდეთ. ესეც ციხის შემოსასვლელი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. აქედან ადვილად შეიძლება შემოსვლა, მაგრამ რადგან ჩვენ ექსკურსია მძღოლი და არავინ არ გვყავდა, რომ ცნობილი აქვს, რომ სოდნოდა გზა, ვერ მივაგენით, ამიტომ მოგვიწია სამხრეთ ნაწილიდან შემოსვლა გალავნის გავლით, რაც ძალიან რთული იყო. შესასვლელიდან ხელი მარჯვნივ ასეთი უზარმაზარი ქვა, რომელშიც ალბათ იყო წყლის სათავსო, რადგან აქვს გასასვლელი, აი პატარა ხვრელი აქვს იმ ადგილში და ალბათ აქ აგროვებდნენ წყალს, რომელსაც შემდეგ ციხეში მოიხმარდნენ. ციხის ეზოში შესვლისთანავე ვიგრძნობთ, რომ აქ ქართველი იყო და ეს ქართველი საკუთრება იყო, რადგან ეზოში არის რამოდენიმე ქვევრი. სამწუხაროდ ახლა გამოუსადე კარი, მაგრამ აშკარაა, რომ აქ ნატურალური და კარგი გემრიელი ღვინო წარმოებდა. ინფორმაციას ვაგრძელებ ვიკიპედიაში მოპოვებული ინფორმაციით და ვნახოთ თუ რას ვკითხულობთ ინტერნეტ სივრცეში ამ ულამაზესი ციხის შესახებ. ასკანის ციხე, ასე ეწოდება მას ინტერნეტ სივრცეში. თამარ მეფის ციხე. ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე. მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში, გურიაში. თქვენ ჩემს მარჯვნივ ხედავთ მდინარე ბახვისწყალს. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღემდე მიუწვდომელია, რაც საბედნიერო და სასიხარულოა, რადგან ეს ერთადერთი ციხეა, რომელიც ხელშეუხებელია და ისე დგას, როგორც 1600 წლის წინ. მე-4 საუკუნეშია აგებული ეს ციხე. გადმოცემის თანახმად ციხეზე ულაშქრია მურვანყრუს. გაშივრებია მურვანყრუს ციხეზე ამოსვლა და ჯარისთვის უბრძანებია ცხენებისთვის მოეხსნათ უნაგირები და კეხები ერთმანეთზე შეეწყოთ და ისე ამოსულიყვნენ ციხეზე. რადგან ციხე
კლდოვან საფარზე არის აგებული და შეუძლებელია მასზე ამოსვლა თუ კარგად არის ის ადამიანმა ამ ციხეზე ამოსასვლელი გზა. ლაშქრობას ადასტურებს ქართლის ცხოვრება. მე-5-მე-7 საუკუნეებს განეკუთვნება ასკანის ციხის ბაზილიკა. 1774 წელს ასკანის ციხე ლიხაურისა და ბუკის ციხესთან ერთად თურქებმა აიღეს. იმავე წელს მამია მეოთხე გურიელმა და სოლომონ პირველმა უკან დაიბრუნეს. ამჟამად ხის ნაგებობათაგან აღარაფერია შემორჩენილი. საგრძნობლად დაზიანებულია სამლოცველო და გალავნის კედლებიც.